სასჯელახსრულების მინისტრმა გლდანის მერვე საპყრობილის მე-18 სამკურნალო დაწესებულება მოინახულა. სოზარ სუბარმა დაწესებულებაში მყოფი 257 პატიმარი მოინახულა და მათი მდგომარეობით დაინტერესდა. მინისტრთან შეხვედრის შემდეგ ორმა პატიმარმა შიმშილობა შეწყვიტა. პირდაპირ ეთერში თემას ჩემი კოლეგა თაია მახარაშვილი გააგრძელებს. თაია, მოგესალმებით, ჩემ პირდაპირ ეთერში ხარ. სასჯელახსრულების მინისტრმა სოზარ სუბარმა გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულება სულ რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მან პრესისთვის კომენტარიც გააკეთა და განაცხადა, რომ გუშინ პირობით ვადამდე ადრე 35 პატიმარი გათავისუფლდა, ხოლო დღეს დახვალ სასჯელახსრულების დაწესებულებებს 300-მდე პატიმარი დატოვებს. დაწყებულია პირობით ვადამდე გათავისუფლებები, გუშინ 35 ადამიანი გავიდა, დღეს დახვალ, ახლა ზუსტად წინასწარ არ შეიძლება, მაგრამ სავარაუდოდ ალბათ 200-ზე მეტი 300 შეიძლება მეტიც ადამიანი გათავისუფლდება დაახლოებით, როგორც უყურებთ, ახლა ჯერ ბოლომდე შესწავლილი არ არის. შევცვალეთ პრინციპი, აქ